სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და მე მგონი ძალიან აქტუალური საქართველოშიც კი. როგორ უყურებს ბიბლია შერეული რასის ქორწინებებს? იგივე ქალბატონი სვავს, რომელმაც წინა კითხვა დასვა და ითხოვს მეორე კითხვის სწრაფი კითხვის დასვას. ძალიან ისეთი უხერხული სახელი ქონდა, ეხლა მე არ მახსენდება ის სახელი ქალბატონს. როგორია თქვენი აზრი, ეს იყო ის ქალბატონი, რომელიც მეზობელ ებრაელ კაცს უქადაგებდნენ სახარებას. როგორია თქვენი აზრი შერეულ ქორწინებაზე? როგორიცაა მაგალითად სხვადასხვა რასის დაქორწინება? ბიბლიურად როგორ ფიქრობთ, ეს სწორია თუ არა? ჯონ მაკარტური პასუხობს. ბიბლია საერთოდ არ გრძალავს ამის გაკეთებას. მე ფიქრობ, რომ ორი ადამიანი უნდა დაქორწინდეს, რომლებსაც უყვართ უფალი იესო ქრისტე. და არ ფიქრობ, რომ აქ რასა რაღაცა პრობლემას წარმოადგენდეს. მაგრამ არსებობს გარკვეული სოციოლოგიური შედეგები. ეს უნდა გავითვალისწინოთ, ხომ? და ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, რომელ ქვეყანაში და საცხოვრობთ, როგორია იქ კულტურული შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ზოგიერთ საზოგადოებაში შეიძლება იყოს დიდი ზეწოლა ასეთ ადამიანებზე და ეს უნდა მათ გაითვალისწინონ. ნათესავების მხრიდან, საზოგადოების მხრიდან. მაგალითად, თუ თქვენ ალაბამაში ცხოვრობთ, იცით ხო, სამხრეთი შტატი ალაბამაში შავკანიანი და თეთრკანიანი ადამიანი დაქორწინდება ამაზე. ეს შეიძლება იყოს ძალიან გარკვეული სერიოზული შედეგების მატარებელი მათ ცხოვრებასა და მათ ოჯახურ გარემოებებზე. იყოს ზეწოლა. მაგრამ არ შეიძლება ასეთი მძიმე შედეგები არ ქონდეს, თუ ისინი დაქორწინდებიან კარიბიის ზღვის აუზში ყოფ ქვეყნებში, ჯამაიკაში, ბარბადოში ან სხვაგან. ეს დამოკიდებულია იმ საზოგადოების და იმ კულტურის აღქმაზე. ასე რომ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, თუ რა შედეგები მოყვება ამას. ეს არის სოციალური, მაგრამ ბიბლიურად არანაირი ასეთი აკრძალვა საერთოდ არ არსებობს. და ვინ იტყვის ამაზე, სად უნდა გავალოთ ზღვარი? იტყვით, რომ შავკანიანებს მაგალითად არ შეუძლიათ თეთრკანიებზე დაქორწინება, მაგრამ თეთრკანიანებს თურმე შეუძლიათ დაქორწინდნენ ყავისფერ კანიანებზე. ყავისფერ ადამიანებს შეუძლიათ დაქორწინდნენ შავებზე. მაშინ რა ვქნათ, შოტლანდიელები და გერმანელები? და სად მივდივართ ამით ყველაფრით ჩვენ? ამას საზღვარი არ ექნება. ასე რომ მე ვფიქრობ, ეს ბარიერები ხელოვნურია და მე ვერ ხედავ რაიმეს წმინდა წერილში, რომელიც გრძალავდეს ასეთ რამეს. თუ ორი ადამიანი ქრისტეშია, ეს არის მთავარი საკითხი. ეს არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი და ამას გვეუბნება ბიბლია, ხო? ურწმუნოზე. და როდესაც ბატონმა ჯონმა თქვა, მე ეს ადგილი გავიხსენე და დავამატებ გალატელების მესამე თავს. 22 მუხლიდან. მაგრამ წერილმა ყველა ცოდვის ქვეშ მოამწყდია, რათა მორწმუნეებს აღთქმული იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდათ. რწმენის მოსვლამდე კი მომწყდეულები ვიყავით რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ, ვიდრე რწმენა გამოჩნდებოდა. ამრიგად რჯული იყო ჩვენი წარმართველი ქრისტესაკენ, რათა გამმართლებულიყავით რწმენით. მაგრამ ახლა, როცა რწმენა მოვიდა, წარმართველის ხელქვეით აღარ ვიმყოფებით, რადგან თქვენ ყველანი ღვთისშვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეში შეიმოსენით კიდეც და აღარ არსებობს არც იუდეველი, არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. და თუ ქრისტესნი ხართ, ქრისტესანი ან ქრისტესნი, მაშ აბრაამის თესლი ხარ და მემკვიდრენი აღთქმის მიხედვით. შესანიშნავი ადგილია ეს ბიბლიაში. ეს იყო პასუხი.